საინტერესო ამბავია ის, რომ ის პოლიტიკოსები, ის პოლიტიკური ლიდერები, ევროკავშირის რიგი ქვეყნის მეთაურები, რომელთაც ისინი ხან Deep State-ს ეძახიან, ხან გლობალური ომის პარტიას, ხან დაადანაშაულებენ საქართველოს წინააღმდეგ გაწყვეტილებებში, დღეს კობახიძე ცალფეხზე დაუდგა, გაკრეჭილი, გაბადრული სახით და ცდილობდა, რომ ხელი ჩამოერთმია. ეს არ ყოფილა არც ერთი შეხვედრა არ ყოფილა. ერთადერთი შეხვედრა, რასაც შეიძლება დაერქვა სადღაც კუთხეში რამდენიმე სკამს შორის, ეს იყო ვუჩიჩთან, პრეზიდენტ ვუჩიჩთან შეხვედრა, რომელიც არის პრორუსი პრეზიდენტი, მხოლოდ ეს ერთი შეხვედრა იყო, დანარჩენი სხვა შეხვედრა იყო მხოლოდ ხელის ჩამორთმევა, მისალმება, ეს ჩვეულებრივი მოვლენა, ესალმებიან პოლიტიკოსები მსგავს ფორუმებზე. მე იმედი მაქვს, გულწრფელად გეტყვით, რომ მე იმედი მაქვს, რომ სარკოზის და ირაკლი მაკრონისა და წარსულში წავედი. არა უშუალოდ. ირაკლი კობახიძის შეხვედრა შედგება, რატომ? იმიტომ რომ იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრას დარწმუნებული ვარ თუ შედგება, დარწმუნებული ვარ, რომ მაკრონი ძალიან ცხადად ეტყვის საფრანგეთის პოზიციას ირაკლი კობახიძეს. ეტყვის ცხადად პოზიციას გაყალბებულ არჩევნებთან, პოლიტპატიმრებთან და კრიზისიდან გამოსავლის რეალურ გზაზე. ეს გზავნილი ჩვენ მაკრონის მხრიდან მოსმენილი გვაქვს წარსულში. ძალიან ნათელი პოზიცია, რომ კრიზისიდან გამოსავალი მსგავს დროს არის ახალი არჩევნები. კრიზისი ზოგადად წყვეტენ იმ ვითარებაში, რამაც შექმნა კრიზისი. კრიზისი შექმნა საპარლამენტო არჩევნების გაყალბებამ და კრიზისი შექმნა კონსტიტუციის დარღვევამ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ. ამიტომაც ნათელია კრიზისიდან გამოსავალი, რაც არის. კრიზისიდან გამოსავალი ვერ იქნება თვითმმართველობის არჩევნები, ან სხვა რაიმე ტიპის გადაწყვეტილება. კრიზისი რამაც შექმნა 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ და არჩევნების მიტაცებამ და გაყალბებამ, ამანვე უნდა გამოასწოროს კრიზისი და განმუხტოს. ამიტომ ნათელია, რომ თუ ეს შეხვედრა შედგება, ქართველი ხალხის პოზიცია დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ იცის მაკრონმა არაერთი შესაბამისი ძალიან მაღალი რანგის პოზიციით წყაროებიდან, კონტაქტებიდან, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ღირებული კონტაქტი, იცის და ამას კიდევ ერთხელ მოისმენს ირაკლი კობახიძე. რაც უფრო მეტ პროდასავლელ ევროკავშირის ლიდერ პოლიტიკოს შეხვდება, მით უფრო მეტ კრიტიკას მოისმენს და ძალიან ნათლად გაიაზრებს იმას, რომ სხვა გზა კრიზისიდან გამოსავლისა, გარდა ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების თავისუფლების არ არსებობს, იმიტომ რომ ამ ქვეყნებს უკვე თავისი პოზიცია არაერთგზის დაფიქსირებული აქვს საჯაროდ შესაბამისი პოლიტიკური განცხადებებით, შესაბამისი საპარლამენტო რეზოლუციებით, იქნება ეს საფრანგეთი, ლიტვა, ესტონეთი, თუ ასე შემდეგ, გარდა უნგრეთისა და სერბეთისა, რომელშიც პრორუსული განწყობები ძლიერია და მხოლოდ ამ მიმართულებით ვხედავთ მათგან უფრო მეტ ყურადღებას ირაკლი კობახიძის და ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებით. კი ბატონო, თუმცა ირაკლი არ ვიცი, ალბათ დამეთანხმებით, რომ მხოლოდ რაღაცა მაკრონთან კომუნიკაცია რო წყვეტდეს იმას ამ ქვეყანაში, როგორ ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია, მაგრამ რაღაც მხოლოდ მაკრონთან კომუნიკაციით ახლა ვერ გამოსწორდება ქართული ოცნების ხელისუფლება და რაღაცა ხვალვე არ დანიშნავენ. ბევრი რაღაცის კომბინაცია, პროტესტის, საშინაო, საგარეო სანქციების, საბოლოოდ ჩამოყალიბების ამ ადამიანების, რომ სხვა გზა არ გააჩნია არც ივანიშვილს და არც ქართულ ოცნებას, ყველაფრის კომბინაცია ერთად მიგვიყვანს გამარჯვებამ და შედეგამ. თავიდანვე ამბობდით ირაკლი, რომ ამ შედეგის მიღწევა, რასაც ქვია თავისუფალი პოლიტიკური პატიმრები და ხელახალი არჩევნები ოღონდ იმ წესებით, რომელიც რაღაცა არ დააყენებს კითხვის. სამართლიანი წესები. კი ბატონო, სამართლიანი წესებით არის გრძელვადიანი პროცესი. 28 ნოემბერი ახსენეთ თქვენ და ეს იყო მართლა რაღაცა უფრო მეტი დაძაბულობა რამაც შემოიტანა მთელ სამ პროცესში. რამდენიმე თვე გავიდა უკვე ფაქტობრივად, რა ვიცი, ნახევარ წელზე ცოტა მეტი შეიძლება ითქვას. რა ეტაპზე არის ახლა ეს ბრძოლა, რაღაცა შედეგთან უფრო ახლოს, სადღაც შუაში, თუ რაღაცა შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა ცოტა გაჩერებული კი არა, რაღაცა ერთ ადგილას თუ შეიძლება ასე ეწოდოს. ანუ რაღაცა არც წინ რომ არ მიდის, არც უკან, მაგრამ აი სადღაც რომ არის. ასეთ ტიპის წინააღმდეგობაში და ასეთი ტიპის
ტიპის ბრძოლაში, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვებრძვით ავტორიტარიზმს, რაღაცა ვადებს საკუთარ თავს და არც ამ ბრძოლას არ უწესებენ. მეც თავადაც ძალიან მაინტერესებს, როდის დადგება ის დრო, როცა ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშორდება ხელისუფლებას. მაგრამ ყველას გვეჩქარება და განსაკუთრებით პოლიტიკურ პატიმრებს ეჩქარება ირაკლი. ყველას გვეჩქარება, მეც მეჩქარება, ისევე როგორც იმ პოლიტიკურ პატიმრებს და ჩემი მეგობრები არიან ისინი, ვინც ხედან. არა გადატანითი მნიშვნელობით, რომ ყველა მეგობარია, ვისაც არ ვიცნობ, მასაც კი მეგობრად მივშევარ. ნამდვილი მეგობრები, ნამდვილი თანამებრძოლები, ვისთან ერთადაც ვიბრძოდით, ყოველდღიურად საქმიანობთ, ვეფხია კასრაძე, პატიოსნის უკეთილსინდისერის ადამიანი, ვასილ კაძელაშვილი, სხვები და სხვები ახალგაზრდები, სტუდენტები გვადარდებს, ვდარდობთ, პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ, რომელიც საკმაოდ მძიმეა იმ დროს, როცა შენ თავისუფლებაზე ხარ და შეგიძლია ბევრი რამ გააკეთო, მაგრამ არც ეს ბევრი რამ არ არის საკმარისი. თავისუფლად დაიხსნა ეს ადამიანები. ამიტომ ჩვენც გვეჩქარება, თუმცა ასე მე რო ვადა თქვა, უნდა არასერიოზული უნდა ვიყო. ვადებს არ თქო, აი პროცესის რაღაცა რა ფაზაში ხართ? ხო და არ ვიცი, ფაზები ხო რაღაც კონკრეტულს და მიუთითებდეს ვართ წინააღმდეგობის, დაუმორჩილებლობის, მიუღებლობის სრულ უკუგდებაში, სრულიად უკუაგდეთ ქართული ოცნებაზე რაიმე ტიპის კომპრომისი, რაიმე ტიპის თანამშრომლობა, უარი ვთქვით საბიუჯეტო დაფინანსებაზე, უარი ვთქვით მანდატებზე, უარი ვთქვით ყველა ტიპის შემოსავალზე, უარი ვთქვით იმუნიტეტზე, რომ ჩვენ დაცულები ყოფილიყავით მინიმუმ იმისთვის, რომ არ დავეკავებინეთ. ისევე ვართ გათანაბრებული იმ პოლიტპატიმრებთან, რომელთაც შეიძლება ხვალ დააკავონ ჩვენი პარტიის ლიდერები, რომელთაც მაგალითად 19-ში სასამართლო პროცესი აქვთ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. ეს პროცესები როგორ დამთავრდება და რა ტიპის გადაწყვეტილება, ეს ხო ვიცით რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ივანიშვილმა, რომ ვითომ ჯარიმას დაუწესებს თუ ერთწლიან პატიმრობაში გაუშვებს ჩვენი პარტიის ლიდერებს, რომელთა როლიც ამ პოლიტიკურ ველზე ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური პარტია გარდა იმისა, რომ პრინციპულად იქცევა საკუთარ ამომრჩეველთან, საკუთარ თავთან და მოქალაქეებთან მიმართებით, ასევე საგარეო ველზე მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს. ჩვენ გქონდა ვაშინგტონში, ბრიუსელში, ამერიკის შეერთებულ შტატებში უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებში ძალიან ღირებული ვიზიტები, საიდანაც ჩამოვიტანეთ სანქციებიც, მეტი წნეხი და მეტი ყურადღება საქართველოს მოქალაქეების წუხილებზე და საჭიროებებზე. შესაბამისად, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტია სარგებლობს რიგი ადამიანების მხრიდან, დონორების მხრიდან მხარდაჭერით და რესურსული სტაბილურობა გააჩნია. ესეც მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ივანიშვილს ეს აწუხებს. და ამიტომ ჩვენი პარტია თუ ლიდერები თუ მხარდამჭერები, ვინც პროცესს ხარს უჭერენ და ამაგრებენ, ძალიან ღირებულები არიან, თუმცა ჩვენ არც ერთ რისკზე უკან არ დაგვიხევია. რისკები გავწიეთ, გადავდგით, პირველები ვიყავით სხვათა შორის, რომელიც ძალიან სასაცილო იყო. ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე პირველები დაიბარეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. პირველები ვიყავით, ვინც ღია თქვა, რომ არანაირ კომისიაზე მისვლას არ ვაპირებდით. იქეთ დავიბარეთ თეატრალუკიანის სასამართლოში და შეეშინდა მოსვლა ვერ გაბედა. სასამართლო დარბაზში ვერ გაბედა მოსვლა. ირაკლი ოქროაშვილიც ასევე უკვე პატიმრობაშია გირაოს სოლიდარობა ირაკლი ოქროაშვილს, როგორც არ უნდა უყურებდე მას პერსონალურად, ეს პროცესი არის უბრალოდ წნეხის, ძალადობის და ბოროტების გაგრძელება ქართული. სავარაუდოდ იგივე ბედს გაიზიარებენ ალბათ ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა გვარამიაც, იმიტომ რომ ისინიც არ აპირებენ და აი თქვენ შემთხვევაში გულწრფელდგებნებით არ მახსოვს გადაიხადეს თუ არა თქვენმა ლიდერებმა. ჩვენ იმის გათვალისწინებით, რომ დასაწყისში საერთოდ არ იყო საუბარი არ გადახდაზე ამ ტიპის განხილვაზე, ჩვენ გადავიხადეთ გირაო, ეს არის მე მინდა გავმარტო კიდევ არანაირი ჯარიმა. ეს არის დროებითი რაღაც ღონისძიება, უზრუნველყოფის ღონისძიება გირაო, რომ ქვეყნიდან არ გაიქცევი და ქვეყნიდან გაქცევას არც ვაპირებთ და არც არავინ არ აპირებს ქვეყნიდან გაქცევას, პირიქით აქ ვრჩებით და ვაგრძელებთ ბრძოლას ნებისმიერ ფასად და მსგავსი გირაო გადახდილი იყო მაგალითად წინა სასამართლო პროცესების დროსაც, როცა 9 წლიანი მუხლით ედავებოდნენ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძე მაშინ არ ქვეყნიდან გაქცევა. საკუთარი განცხადების საფუძველზე პარლამენტის მანდატი დათმო, რომ და მას ჰქონდა ეგეთი განმარტება ამ პროცესში, ვინმე არ იფიქროს, რომ მე მინდა რომ ჩემმა მანდატმა და იმუნიტეტმა, ანუ ხელშეუხებლობამ დამიცვასო და საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა მანდატი და შევიდა იმ სხდომაზე, სადაც არ იცოდა რა ტიპის გადაწყვეტილებას გამოიტანდა მოსამართლე. 9 წლიან მუხლზე ვსაუბრობ და ამ დროს მე მგონია რომ მხოლოდ ერთი რამ შეიძლება გქონდეს განცდის დონეზე ამ ლიდერების და ამ პარტიის მიმართ.
ნდობა, რომელიც ამ წლების განმავლობაში უკვე 6 წლის ვართ, სხვათა შორის 6 წელი გავიდა, რაც დაუფუძნდით, ნდობას იმსახურებს ეს პარტიაც და მისი პოლიტიკური ლიდერებიც. კი ბატონო, და პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ირაკლი, დღეს სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო მზია ამაღლობლის სასამართლო პროცესი და დარწმუნებული ვარ, ალბათ ადევნეთ თვალი ექსპერტის გამოკითხვა და ამ ადამიანის გულწრფელობა მართლაც სასამართლოს წინაშე, არ ვიცი, რომელმაც რამდენად გამოუგნებელი იყო. კი, რამდენად არ ვიცი, შეიძლება შეცვალოს მოსამართლისთვის ის გადაწყვეტილება, რის მიღებასაც სავარაუდოდ გეგმავს, ასევე იყო დღეს სხვა პოლიტიკური პატიმრების პროცესი საქალაქო სასამართლოშიც. იცით რა მინდა კითხვა, აი თავადად ახსენე, რომ აი როდესაც ებრძვი რეჟიმს და თავად უწოდებთ რუსულ რეჟიმს, ქართულ ოცნებას, რაღაცა ისეთი ვადები არ არსებობს მის დასამარცხებლად. და არ ვიცით რეალურად ეს როდის მოხდება, არ ვიცი, შეიძლება ზეგ, შეიძლება 6 თვეში, ან რა ვიცი, უფრო მერეც, არავინ არ იცის. ივანიშვილის დამარცხების გარეშე ხედავთ თუ არა გზას, რომ პოლიტიკური პატიმრები იქნან დახსნილი საპატიმროებიდან? პირველ რიგში ვიტყვი, რომ მართლაც ცრემლიანი თვალებით უსმენდი და უყურებდი დღეს იმ სამედიცინო ექსპერტის პოზიციას, რომელმაც ძალიან თამამად, გაბედულად, მამაცურად თქვა, რომ არანაირი დაზიანება არ უნახავს პოლიციელი დგებუაძის სახეზე, ეს სახელიც კი დავამახსოვდა გივი ჩხარტიშვილი, რომელსაც მართლა არ დავივიწყებ, იმიტომ რომ ჩემთვის არის დღეს პატიოსნების და გაბედულობის სიმბოლო, იმიტომ რომ ის სისტემასთან კავშირში მუშაობს, ის არის ექსპერტი, რომელიც ხშირად ალბათ მონაწილეობს მსგავს საქმეებში, უწევს შეფასებას, მისი ანაზღაურება ამასთან დაკავშირებული, მან გაბედა და თქვა, რომ არანაირი დაზიანება არ ქონია, მხოლოდ და მხოლოდ დგებუაძის განცხადების, ეს იყო ვაჟკაცობის გამოვლინება და ვაფასებ და როგორც რიგითი მოქალაქე და მათ შორის ბათუმელი, ალბათ გივი ჩხარტიშვილიც ბათუმელი იქნება, ბათუმელი გურული, გვარის მიხედვით ვამაყობდა, მინდა რომ ყოველთვის მახსოვდეს და საზოგადოებასაც ახსოვდეს ესეთ кейსები. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ პოლიტპატიმრების თავისუფლება პირდაპირ კავშირშია. ზოგადად ამ ქვეყანაში უსამართლობის გასწორება და სამართლიანობის აღდგენა კავშირშია ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილებასთან. ერთადერთი ვერსია და გზა არსებობს კომპრომისი ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ ის გამოუვალ მდგომარეობაშია, იცის რომ საზოგადოება, მათ შორის ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ამომრჩევლები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ადამიანები თხულად ცხედან. სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ ჩატარებულია რიგი საზოგადოებრივი აზრის კვლევები, სადაც ქართული ოცნების მხარდამჭერებიც კი ამბობენ, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. თითქმის სრული უმრავლესობა პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, რომ ამ პროცესების თეთრი ძაფით ნაკერობა, სისულელე, აბსურდულობა სრულიად ნათლად ჩანს. მართლა ნათელია, რომ შეხვიდე სასამართლო პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში. მართლა თავისუფალია დასწრება ყველა შეუძლია და ვთხოვ მოქალაქეებსაც, რომ უბრალოდ შედით და დაესწარით ამ სასამართლოს ხდომებს, ისეთი გაბრაზებულები გამოხვალთ, მათ შორის შეურაცხყოფილები გამოხვალთ, რომ თქვენს ქვეყანაში, თქვენ სახელმწიფოში ესეთი ისტორიები ხდება. ამ ასეთ წარმოუდგენელ რაღაცებს ზღაპრებს ედავებიან. მოდის პოლიციელი და ამბობს, რომ არაფერი არ დაუნახავს. ერთი და იგივე პოლიციელი 2-3 სხვადასხვა საქმეზე არის დაზარალებული. ერთი პოლიციელი, რომ თითქოს და დაზარალდა ვიღაცისგან, არის აქეთ 10 კაცი არის ბრალდებული და მასთანაც არის დაზარალებული და მეორე 10 კაცთანაც ბრალდებულია. ესეთი სადმე გაგიგია და ვერც ერთ ხელს ვერ ადებს, ვინ დააზიანა, ან რა ტიპის დაზიანება მიიღო საერთოდ. ტყუილია, ფარსია, ზღაპარი, ეს ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ციან და ამ შემთხვევაში არსებობს კი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებამ დაიხოს და ეს ყველაფერი გაყიდოს ჰუმანურობად. თუმცა სიმამაცის რა ტიპის მაჩვენებელია, არ ვიცი, როცა ამბობენ, რომ არანაირი ტიპის შეწყალებაზე, არანაირი ტიპის კომპრომისზე თავად პატიმრები წასვლას არ აპირებენ, პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური დევნილები, ტყვეები რეალურად რეჟიმის. ამიტომ ჩვენ მთავარი გზავნილიც ეს არის, რომ რა ტიპის წნეხიც არ უნდა არსებობდეს ჩვენზე, როგორც არ უნდა შეავიწროვონ, შეზღუდონ, პოლიტიკური პარტიები გააუქმონ, გადახაზონ, გადმოხაზონ, დაარბიონ, წაგვართვან, დაგვაყადაღონ, სისხლის სამართლის საქმეები აღძრან, პოლიტპატიმრებს მიმართავ, მათ ოჯახის წევრებს. ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთი ნისხალი ნამცეცითაც უკან დახევას. მანამ სანამ არ იქნება ამ ქვეყანაში სამართლიანობა, რომელიც პოლიტპატიმრებსაც ჭირდებათ.
საჯარო უწყებებიდან გათავისუფლებულ ადამიანებსაც ჭირდებათ, ემიგრაციასაც ჭირდება, რომელიც ამ ქვეყნიდან გაექცა უსამართლობას, იმ მოშიმშილე ბავშვებსაც ჭირდებათ, ყველა საერთოდ, ვინც ამ ქვეყანაში ებრძვის მათ შორის სიღარიბეს, უსამართლობას და ებრძვის უპერსპექტივობას, რის გამოც გარბიან ქვეყნიდან. კი ბატონო მირაკლი და კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. გახარიას ჰქონდა თქვენი პარტიის მიმართ ესეთი კითხვა. თქვათ რომ აი გიორგი გახარიას გუნდი ეს რაღაცა ცალსახად არ ამბობს რომ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ მათი განცხადებები და რაღაც მოძრაობები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დიდი ალბათობით ისინი ამას აპირებენ და კითხვა ჰქონდათ სწორედ მათ შორის თქვენი მისამართით, რომ ბოიკოტი თუ არის გეგმა თვითმმართველობის არჩევნების, მაშინ რას აპირებთ შემდეგ? აი რა პასუხი გაქვთ? ახლა რაღაც გახარიას კი არ უპასუხოთ ამ შემთხვევაში. მეც მაქვს იგივე შეკითხვა, თუ ბოიკოტს აპირებთ, რა არის შემდგომი გაგრძელება? ჩვენ გვაქვს თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან ნათელი და ცალსახა პოზიცია, რომ გადაწყვეტილებას მონაწილეობის, არ მონაწილეობის შესახებ, ასე შემდეგ, მივიღებთ მაშინ, როცა ამის დრო მოვა. როდის არის მაშინ ამის დრო? ფორმალურად ეს არის 59 ოქტომბერს არის არჩევნები. ფორმალურად არის აი 4 ოქტომბრიდან 59 დღე გადმოთვალეთ. გამიჭირდება უცებ დავთვალო, მაგრამ აგვისტოს ბოლოსკენ ალბათ ან შუაში შეიძლება ეს იყოს, თუმცა ცალსახად ვფიქრობთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ არის კრიზისიდან გამოსავალი. თვითმმართველობის არჩევნები არ განმუხტავს კრიზისს. ამას ვფიქრობთ და ვამბობთ ცალსახად. ჩვენ ვამბობთ, რომ კრიზის, რომელიც შექმნა ივანიშვილმა, არჩევნების გაყალბებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით და პოლიტპატიმრების დაკავებით და ტყვე-დაყვანით განმუხტავს მხოლოდ ორი რამ: ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. გადაწყვეტილება სხვა მხრივ, სხვა არაფერი არსებობს, არც მსჯელობა არ მიმდინარეობს. ჩვენ ნებისმიერ კითხვას ზოგადად მივესალმებით, თუმცა სანამ მათ შორის გახარიას გუნდი სანამ შეკითხვას დასვამს, საზოგადოებას ალბათ ის აინტერესებს თვითონ რას ფიქრობენ, იმიტომ რომ ჯერ რაიმე შეკითხვა რო დაგისვა, ჯერ ჩემი პოზიცია უნდა არსებობდეს. ამას დაველოდებით, არ დავაჩქარებთ მათ და არ შეკითხვას არ დავუშვით. რითი იხელმძღვანელებთ, მაინტერესებს. ვიხელმძღვანელებთ ორი და არის თუ არა რამე ისეთი გამოება, რაც იქნება თქვენთვის რაღაცა წითელი ხაზივით, რომ არ ვიცი, შეიძლება პოლიტიკური პატიმრების ამბავი იყოს ესეთი წითელი ხაზი, რომ რაღაც პატიმრები ციხეში თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა იყოს რაღაცა შეუთავსებელი ამბავი. თქვენ რითი იხელმძღვანელებთ? ყოველთვის ვიხელმძღვანებთ იმით, რით ვხელმძღვანელობთ ყოველთვის ყველა გადაწყვეტილებასთან მიმართებით. ის იქნება სიების ჩახსნა, პარლამენტიდან გამოსვლა, მანდატების დათმობა, ბრძოლის ველზე გასვლა, კომისიაზე არ მისვლა, რისკის გაწევა, პატიმრობაზე არ შეშინება თუ ასე შემდეგ. ყოველთვის ხელმძღვანელობთ ორი პრინციპით. ერთი, ეს არის პოლიტიკური ღირსება ზოგადად, მორალური ფაქტორები, ეს არის პოლიტიკური პრინციპულობა მათ შორის, აი ერთ ხაზზე დგას ეს ყველაფერი, პრინციპულობა, მორალი, ღირსება, ყველა ის ღირებულება, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით პოლიტიკურ პროცესში და მეორე, პოლიტიკური გონიერება, რაციონალიზმი და ის პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც ხომ გაქვთ, რა თუნდა აგვისტოს დასაწყისამდე მისვლა. ეს რაც ხომ ეხლაც გაქვთ. კარგი შეკითხვა, ანა. კარგი შეკითხვა. ყველა გადაწყვეტილებასთან მიმართებით რაღაც დროის განმავლობაში ვითარება იცვლება. დღეს მიღებული გადაწყვეტილება 6 თვის შემდეგ მოსალოდნელ რაღაც კონკრეტულ ღონისძიებასთან დღესთან დაკავშირებით შეიძლება ძალიან შეიცვალოს 2-3 თვეში. რა ტიპის მოცემულობა იქნება, არ ვიცით. ამიტომ ყოველთვის სწორია, რომ როცა ხარ ამ გადაწყვეტილების, რეალურად ამ გადაწყვეტილების წინაშე, მაშინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ისევ და ისევ ვიმეორებ, გადაწყვეტილებას მივიღებთ ღირსების და ღირებულებების სტანდარტით და მეორე პოლიტიკური რაციონალიზმის და სტრატეგიის სტანდარტით, ორივეს თანხვედრით და მიზანი იქნება ერთი. როგორ მივაღწიოთ მთავარ მიზანს? ერთი ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩავთ, რა დაგვაახლოვებს? მონაწილეობა დაგვაახლოვებს? მაშინ ამ ტიპის გადაწყვეტილება, არ მონაწილეობა და ბოიკოტი დაგვაახლოვებს პოლიტპატიმრების თავისუფლებასთან, ახალ საპარლამენტო არჩევნებთან, მათ შორის ივანიშვილის დასჯასთან და სამართლიანობის აღდგენასთან არ მივიღებთ მონაწილეობას და ბოიკოტში გავალთ. ამიტომ ყველა ტიპის გადაწყვეტილება უნდა დაეყრდნოს ამას. არა ბრმად რაიმე ან ემოციას, ან მხოლოდ პოლიტიკურ რაციონალიზმს, არამედ მათ ჯამს, მათ მიქსს, რომ ჩვენ ეს პასუხისმგებლობა ავიღოთ. უწრფელად გეტყვით იმ პოლიტიკური პარტიისთვის და ლიდერებისთვის, ანუ რომელმაც უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე, ამ შემდეგ
ნუ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მამუკა ხაზარის თბილისის საკრებულოს წევრობა ნამდვილად არ უნდა. არც მერობა არ უნდა დარწმუნებული ვარ. მათ შორის არც მე არ მინდა ბათუმის საკრებულოს დეპუტატობა ვიყავი. ერთი წელი ვიბრძოლე იქ სხდომა არ ჩატარებულა, ერთი სხდომაც კი, იმიტომ რომ ეშინოდათ ჩვენი და ეგრევე დავწერე განცხადება პირველივე სხდომაზე და მანდატი დავტოვე და წამოვედი. ბოლო 5 წლის განმავლობაში 3 არჩევნები გქონდა არ უნდა ლელოს და ძლიერ საქართველოს. 3 არჩევნები. ეს იყო საპარლამენტო არჩევნები 20-20 წლის და დავტოვეთ ბოიკოტით, მათ შორის 2 ჩვენი წევრი გამოაძევეს და ასე შემდეგ. 2021 წელს მე თავად დავტოვე ბათუმის საკრებულოს მანდატი და 2024 წელს მეც და ჩემმა კოლეგებმა დავტოვეთ პარლამენტში. ჰობით გვექცა რომ შევდივართ, გამოვდივართ. ეს არ არის კარგი. თუმცა ვერავინ ვერასდროს ვერ იტყვის რომ ჩვენ რაღაცის დათმობა გაგვიჭირდა. არა, როცა საქმე ეხებოდა პატრიოტულ, ეროვნულ საკითხს და ღირსებას ჩვენ დავთმეთ ყველაფერი და კიდევ დავთმობთ, რამდენჯერაც ეს საჭირო იქნება. რამდენჯერაც ეს დაჭირდება ამ ქვეყანას, მივიღებთ იმ ტიპის გადაწყვეტილებას, რომ არაფერზე უკან არ დავიხევთ. ამის უნდა სჯეროდეს პირველ რიგში ჩვენს მხარდამჭერებს, მათ შორის პოლიტპატიმრებს და მათ შორის პოტენციურ მხარდამჭერებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ დაინახონ პოლიტიკურ ველზე ისეთი პარტია, რომელიც ემოციას, რაციონალიზმს და ღირსებას ერთმანეთთან ათავსებს.